გამარჯობათ სპორტის მოყვარულებო, ფეხბურთის მოყვარულებო, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. ფეხბურთის სამშობლოდ, როგორც ვიცით, ინგლისია აღიარებული და ამის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ სწორედ ამ ქვეყანაში შეიქმნა ამ თამაშის პირველი წესები, რომლებიც დღესაც მოქმედებენ. ფეხბურთი მეტად პოპულარული სახეობაა. მსოფლიო მასშტაბით მას მართავს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც FIFA ეწოდება. მისი პრეზიდენტია იტალიური ფესვების მქონე შვეიცარიელი ჯანი ინფანტინო, ხოლო ევროპაში ფეხბურთს მართავს UEFA, რომლის პრეზიდენტია სლოვენიელი ალექსანდრ ჩეფერინი. ორთავე მათგანი 2016 წლიდან იმყოფებიან დაკავებული თანამდებობებზე. მე მინდა გაგაცნოთ ალექსანდრ ჩეფერინის ერთ-ერთი გამონათქვამი ფეხბურთის ერთ-ერთი წესის შესახებ, რომელიც მე ძალიან მომწონს. თქვენ თუ გრძელი ცხვირი გაქვთ, ესე იგი თქვენ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებით. თქვა ალექსანდრ ჩეფერინმა და ამით გააშარჟა ფეხბურთში თამაშგარე მდგომარეობის აღრიცხვის თანამედროვე მეტად კურიოზული წესი. თქვენ ბევრჯერ გინახავთ ალბათ ტელევიზორში თამაშის როლობისას გოლის გაუქმება და გინახავთ იქ, რომ რაღაცა ფეხის თითის წინ ყოფი ნაწილის გამო გაუქმებიათ გოლი. როცა თავდამსხმელი, ესე იგი, რას ნიშნავს თამაშგარე მდგომარეობა? მეკარის გარდა კიდევ ერთი მოწინააღმდეგის ფეხბურთელი უნდა იყოს თავდამსხმელის წინ. მაგრამ თუ თავდამსხმელის წინ მხოლოდ ერთი მოთამაშე მეკარე ან ნებისმიერი მოთამაშეა, მაშინ ეს უკვე თამაშგარე მდგომარეობაა. გამიგეთ, ხო? და აი ეს 1 სანტიმეტრიანი, 9 სანტიმეტრიანი სხვაობები უკვე მე მგონი თქვენს მოგბეზრდათ და სულ ყველა ალბათ სპეციალისტებსაც და სწორედ ამაზე მიუთითებს ალექსანდრ ჩეფერინის გამონათქვამი. ჩვენ გვახსოვს როგორი ლამაზი გოლი გაუქმეს ჩვენს ხვიჩა კვარაცხელიას PSG ლივერპულის თამაშზე ჩემპიონთა თასზე და ვარმა როგორ გააუქმა ეს გოლი. ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა მსოფლიოში და როცა მსოფლიო ჩემპიონატები იმართება, ისინი კი 4 წელიწადში ერთხელ იმართებიან, მილიარდობით ადამიანი უყურებს თამაშების მსვლელობას ერთდროულად. არათუ მთლიანობაში, ერთდროულად. შემდეგ ფეხბურთი ასოციაცია ინგლისის დაარსდა 1863 წელს და ამას წინ უძღოდა რეზინის გამოგონება. რამდენადაც რაღაც არასწორად არ უნდა ჟღერდეს ეს ფაქტი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მანამდე ბურთი უკამეროთ ხო ვერ წარმოგიდგენიათ, არა, კამერას კიდევ რეზინი ჭირდებოდა და არ იყო ეს კამერა როგორც ასეთი, არ არსებობდა. და აი 1862 წელს ამერიკელმა თვითნასწავლმა ქიმიკოსმა ჩარლზ გუდიერმა გამოიგონა რეზინი. და სულ რაღაც 1 წელიწადში დაარსდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, იმიტომ რომ ბურთი უკვე როგორც ასეთი არსებობდა. 100 წლის შემდეგ, 1963 წელს აღინიშნა პირველი დიდი იუბილე ფეხბურთის
დაარსებიდან, დაბადებიდან. ეს დღე არის მიჩნეული 1863 წლის 23 ოქტომბერი ფეხბურთის დაბადების დღედ, ასე ვთქვათ. და 1963 წელს FIFA-მ მოაწყო ლონდონში მატჩი ინგლისის ნაკრებსა და მსოფლიო ნაკრებს შორის. მე მაშინ 13 წლის ვიყავი და მახსოვს ტელევიზორი სოფელში ახალი შემოსული იყო, 1 წლის ალბათ დაახლოებით. მაშინ და ეს რაღაცა ჩვენთვის დიდი ზეიმი იყო საფეხბურთო მატჩები და 12 საათზე იყო ეს მატჩი, გადიოდა მაშინდელი დროით საქართველოში. და როგორი ყველას ეძინა, მარტო ვიყავი ტელევიზორთან და როგორ ველოდებოდი მახსოვს და როგორი დიდი ბედნიერება მივიღე და როგორი შტაბ-ეშტილობა დატოვა ჩემზე მსოფლიო ვარსკვლავების ხილვა. მრავალი მაშინდელი და უკვე ვეტერანი ფეხბურთელიც თამაშობდა ამ მატჩში. საბჭოთა კავშირიდან 2 მოთამაშე იყო სულ გამოძახებული, ყველა დროის უდიდესი მეკარედ აღიარებული ლევი აშინი, რუსი და ქართველი მიხეილ მესხი. სამწუხაროდ თქვენ ვერსად ვერ იპოვით ჩანაწერებში იმ მატჩის, საუკუნის მატჩ ჩანაწერებში მიხეილ მესხის სახელსა და გვარს. იმიტომ რომ რუსებმა და ფედერაციამ საბჭოთა კავშირის დაბლოკეს მესხის ლონდონში გაშვება და შეატყობინეს FIFA-ს, რომ თითქოს მას ტრავმა აქვს მიღებული და ვერ ითამაშებს. თუ არადა, მე მგონი მეორე დღე იყო, ზუსტად არ მახსოვს, თბილისის დინამოს სტადიონზე თბილისელებს ჰქონდათ შეხვედრა ალმა-ატის კაირატთან და მიშა მესხმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო, მართლაც ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და გოლი და ასისტი მიითვალა იმ თამაშში. სწორედ ამიტომ FIFA-მ საუკუნის მატჩზე ესპანელი ფრანსისკო ჰენტო გამოიძახა, ისიც ცნობილი მარცხენა გარემარბი, ასე ეძახოდნენ მარცხენა გამერმა, დღეს რო ვინგერებს ეძახიან და ფრანსისკო ჰენტოს გაუმართლა, რომ რუსებმა ჩვენი მიხეილ მესხი არ გაუშვეს და მეორე მხრივ რამდენი რამე დააკლო ჩვენ ფეხბურთს და ჩვენი ფეხბურთის ისტორიას იმ ფაქტმა, რომ მიხეილ მესხმა ვერ მიიღო მონაწილეობა იმ მატჩში. ეხლა გავაგრძელოთ ის ფეხბურთს თის თამაშს მოედანზე ხელმძღვანელობს მთავარი მსაჯი და მას ეხმარება კიდევ 4 მსაჯი. ასევე უკვე რამოდენიმე წელია ვარის მსაჯები ეხმარებიან მას, რომ ამა თუ იმ სადავო სიტუაციაში, რომელიც თვალით ძნელი აღსაქმელია, ვიდეო შემოწმების დახმარებით განსაზღვრონ ამა თუ იმ სიტუაციაში რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მსაჯმა. შემდეგ თამაშობს 11 მოთამაშე თითო გუნდში, ხო, ყველამ ვიცით. მეკარის გარდა ხელით თამაში არავის არ შეუძლია. შემდეგ რაც შეეხება თამაშობენ რითი ბურთით, ხო? თამაშობენ სტადიონზე პირველ რიგში, ხო? სტადიონი რა არის? სტადიონი არის სიტყვა არის ბერძნული სიტყვა და ეს არის ძველი ბერძნული სიგრძის ერთეულის სახელწოდება, რომელიც შეადგენდა 180 მეტრს და პირველი ოლიმპიური თამაშები რომ იმართებოდა, ზუსტად იქ სტადიონზე იმართებოდა, შეჯიბრებები სირბილში და ასე შემდგომ სხვადასხვა სახეობებში, რომელთა სიგრძე იყო 180 მეტრი. მაგრამ დღეს უკვე თანამედროვე სტადიონების სიგრძე არ არის 180 მეტრი, მაგრამ სახელი შერჩა და დღევანდელი სტადიონების ოფიციალური საერთაშორისო მატჩებისთვის უნდა იყოს დღევანდელი თანამედროვე სტადიონის სიგრძე 100-120 მეტრი, ხოლო
მისი სიგანე უნდა იყოს 55-65 მეტრი. შემდეგ ფეხბურთს თამაშობენ რასაკვირველია ბურთით, ხო? ბურთის გარშემოწერილობა უნდა იყოს 62-64 სანტიმეტრი. მისი წონა 400-დან 440 გრამამდე, ხოლო მისი დაბერვის დონე 0,6-0,9 ატმოსფერო უნდა იყოს. საჯი თამაშის წინ კიდევ აკეთებს ერთ ტესტს, ის აშვერილი ხელიდან გაუშვებს ბურთს, მოედანზე დავარდნილი ბურთი კი იქიდან უნდა აისხლიტოს 50-65 სანტიმეტრის სიმაღლეზე. შემდეგ დღევანდელი მეკარეებზე მინდა კიდე დღეს გავამახვილო ყურადღება. აი ადრე ჩემ დროს მე მახსოვს, რომ ბევრი მინდვრის მოთამაშე იყო მაშინდელ მეკარეებზე უფრო მაღალი და თითქმის ყველა გუნდში ასე იყო. იმიტომ რომ მეკარესთვის მაშინ მთავარი იყო მისი აკრობატული ნახტომის, ასე როგორ შეეძლო მას ნახტომის გაკეთება და არ ექცეოდა ყურადღება მის სიმაღლეს, მეკარის სიმაღლეს, ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამ დროს მიხვდნენ მე რომ სიმაღლე უმთავრესია და რატომ გეტყვით ახლა? ფეხბურთის კარის სიგანე არის 7 მეტრი და 32 სანტიმეტრი, ეს ძალიან დიდია, ხო? 7 მეტრი და 32 სანტიმეტრი, სიმაღლე 2 მეტრი და 54 სანტიმეტრი. ამიტომ მიხვდნენ რომ რაც მეტი მაღალი იქნებოდა მეკარე, უფრო მეტი პოტენციალი ექნებოდა მას ბურთის მოგერიების, ხო? და დღეს მივიღეთ რა? დღეს თითქმის ყველა გუნდში ყველაზე მაღალი მოთამაშე არის მეკარე. და თქვენ ვერ ნახავთ ალბათ ვერც ერთ გუნდს, სადაც რომელიმე მინდვრის მოთამაშე მეკარეზე მაღალი იყოს, ხო? თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე მაღალი მოთამაშე არის მეკარე, არის 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლის. მართალია ეს დანიის მეორე-მესამე ხარისხოვან ლიგაში თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელია, ხო? მაგრამ ცნობილი მეკარეების სიმაღლე მერყეობს 1.90-დან 2 მეტრამდე, დაახლოებით ესეა და აი მაგალითად ავიღოთ ჩვენი გიორგი მამარდაშვილი, ხო? მის სიმაღლეა 1.99 სანტიმეტრი. და ამიტომ აი თუ მეკარის სიმაღლეს ჩვენ დავამატებთ მისი აშვერილი მკლავების სიმაღლეს, ეს მიაღწევს სადღაც 2.9-დან 2.70 სანტიმეტრს. და ეს წარმოიდგინეთ თქვენ, ეს რამხელა უპირატესობაა და წარმოიდგინეთ 1.70 სიმაღლის მქონე მეკარე, რომელსაც გამოვაკლდება ეს რასაკვირველია ეს სიმაღლე და ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმ კუთხე-კუნჭულებს, საიდანაც თქვა ჩვენს მამარდას, ჩვენს სასახელობის ბურთები ჩამოაქვს, ხო? ხო, ესეა. შემდეგ ფეხბურთი სწორედ მეკარეების სიმაღლის გამოა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ჭირს გოლის გატანა, როცა მოედანზე მაღალი დონის მეკარეები იმყოფებიან. გავიხსენოთ სულ ახალ გამართული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორი შეხვედრა PSG-სა და ლივერპულს შორის, რომელსაც ჩვენ ყველა მოვუყურეთ, იმიტომ რომ ჩვენი კვარა მონაწილეობდა, რასაკვირველია და ამიტომ ჩვენ გვახსოვს, რომ ეს თამაში გაგრძელდა 220 წუთი და 220 წუთის განმავლობაში ორივე გუნდის მეკარემ თითო გოლი გაუშვა სულ. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა შედეგია და რამხელა როგორი დონე არის, ესე იგი. აქედან გამომდინარე, დღეს სპეციალისტებს შორის მუსირებს ეგეთი აზრი, რომ დადგა დრო გაიზარდოს ფეხბურთის კარის გაბარიტები. აი ვთქვათ, სიმაღლე, სიგანე და ასე შემდეგ. საინტერესოა ვნახოთ რა მოხდება. ახლა კი დღეს მინდა ამით დაგემშვიდობოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის, დიდი მადლობა რომ მიყურებდით და მისმენდით.